ჩვენ ქვეყანაში ქეთი გურჩიანი ილიანის ანთროპოლოგიის მიმართულების პროფესორი და ქეთი ცოტნიაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირების პროფესორი ჩვენთან სტუდიაში არიან ქალბატონები და მათთან ერთად შევეცდებით სპეციალისტების დონეზე ვიკითხოთ რას ემსახურება ეს 4გვერდიანი დოკუმენტი თქვენი აზრით და საერთოდ განათლების რეფორმაზეა საუბარი კომისიის წევრები რომ ჩავყევი მეც კი გავუცდი ამ სტანდარტების პირობებში თქვენი შეფასება უფრო კომპეტენტური იქნება განათლების ნაწილში გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს მცირე დოკუმენტი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ გუშინ და გავეცანით შემდეგ პრემიერ-მინისტრის კობახიძის ინტერვიუსაც, სასახად შეგვიძლია შევისწავლოთ და წავიკითხოთ როგორც დოკუმენტი იმის თაობაზე, როგორ იქნება მთელი ქვეყნის განათლების სისტემა გარიყული, შემდეგ ქვეყნის შიგნით იქნება უნივერსიტეტების ნაწილი გარიყული და მთელი ბავშვების თაობა იქნება გარიყული, რომლებიც ამ იზოლაციაში მოექცევიან. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრობლემები უმაღლეს განათლებაში, იქნება თუ სასკოლო განათლებაში, ეს დოკუმენტი და ის მიზნები, რომლის მიღწევაც ამ დოკუმენტს უნდა არ შეესაბამება იმ პრობლემებს, რომლებიც აქ ჩამოთვლილია და თან რიტორიკული ხერხია, რომ ვითომ გაჩვენებს, რომ ხო, რა თქმა უნდა, უკეთესია კარგი ინფრასტრუქტურა, მაგრამ სინამდვილეში ეს სხვა რაღაცას ემსახურება. ჩვენ დაახლოებით 8 თვეა უკვე ვიცით, 10 თვეა. ის რაც ამ დოკუმენტში ეწერა, ამაზე სულ ამბობდნენ, რომ ეხლა მიზანი არის, რომ ინფრასტრუქტურა, შენობები ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე უნდა გაიყიდოს. ამის ნაცვლად ჩვენ მოგცემენ რაღაცას რუსთავის გზატკეცილზე. ასევე ჩვენ ვიცოდით, რომ დადგებოდა გაერთიანების საკითხი და ისიც ვიცოდით, რომ ეს შეფუთული იქნებოდა რამე დადებითით. ანუ იქნებოდა ნათქვამი, რომ არა რა ჩვენ შენობებს კი არ ყიდით, არამედ ჩვენ თქვენ რაღაც ახალს და გადასარევს გააძლევთ. ეხლა ამის უკან ჩვენ რო ეხლა დავიწყოთ ამაზე მსჯელობა, როგორც განათლების დოკუმენტზე, ეს იქნება მიამიტური. რა არის ეს მარტივი სათავე რომ ჩვენთვის ეს არის იზოლაციის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ აანონსებს რეპრესიებს უნივერსიტეტების მიმართ, ასევე მთელი თაობის მიმართ, რომელსაც არ ექნება თანაბარი შესაძლებლობა კონდეს ისეთი დიპლომი, რომ სწავლა გააგრძელოს სადაც უნდა. და არ გვექნება ჩვენ პროფესორებს შესაძლებლობა ვასწავლოთ სადაც გვინდა და როგორც გვინდა. შექმნის იერარქიას ეხლანდელი არსებული პრინციპით როგორ არის იცით რომ ჩვენ ყველანი ვითარდებით ჩვენ გზაზე ასისტენტ პროფესორი ვარ მე ასოცირებული მე სრული პროფესორი ეხლა შექმნება იერარქია რომლისგანაც ველით რომ ალბათ ეს იქნება აწყობილი უფრო მორჩილების პრინციპზე ვიღაცა გახდება რომელიც უფრო ლოიალური არის რეჟიმის მიმართ კი ბატონო მე დამჩენები იქნებიან უფრო დაქვემდებარებულები მგონია რომ მე ასე წავიკითხე ეს რაც განაცხადეს ქალბატონო თქვენს გონიათ რომ ეს პოლიტიკური მიზნების მიღწევის დოკუმენტია და არა განათლების და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პარალელი მან თქვა რომ ეს რაც დღეს მოისმინა ანუ განათლების რეფორმასთან კავშირში მისთვის უტოლდება კობახიძის 29 ნოემბრის განცხადებას როცა მან თქვა რომ უარს ამბობს ეს ქვეყანა ევროინტეგრაციაზე პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ის პრობლემები და გამოწვევები რომელიც ამ დოკუმენტში ჩანს და პრეზენტაციაშიც იქნა ნახსენები ეს არის ის პრობლემები რაც ძალიან დიდი ხანია გვაწუხებს და ეს პრობლემები ბოლო წლების მანძილზე გაცილებით კიდევ უფრო გაუარეს და ამას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ისევ დაფინანსების საკითხი, რომელსაც ებმის ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც ამ კონცეფციაში იქნა დასახელებული, როგორიც არის ის, რომ აკადემიური პერსონალი ძალიან ბევრ სხვა ადგილას მუშაობს და სხვათა შორის, როდესაც ამაზე მიდის კრიტიკა, ასევე გასათვალისწინებელი არის, რომ თავად ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი დაითავსებს პროფესორის პოზიციას და ძალიან ბევრი პარლამენტარები, მოსამართლეები სწორედ ამას აკეთებენ. შესაბამისად, ცოტა ცინიკური არის, რომ ეხა ამასთან დაკავშირებით თითქოს ახალი აღმოჩენა და კრიტიკა, რომ ეს წარმოადგენს პრობლემას. რატომ წარმოადგენს პრობლემას? თუ მოთხოვნა ლექტორზე, რომელიც კვალიფიციურია საკუთარი პროფესიაში ძალიან მოთხოვნადია, როგორც ექიმი, რომელიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობს, რა სხვაობაა?
პრობლემა ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მნიშვნელოვნად აკადემიურ და სამეცნიერო განვითარებაზე, სრული განაკვეთი, სრული დატვირთვის მქონე პროფესორები შესაბამისი ანაზღაურების წარმოადგენს იმ ღერწს, რომლითაც უნდა ვითარდებოდეს უნივერსიტეტი და პროფესორები, რომლებიც არა მხოლოდ ლექციების ჩასატარებლად მიდიან უნივერსიტეტებში, არამედ სრულ თავის დატვირთვას და ძალისხმევას ახმარენ მეცნიერებას, საუნივერსიტეტო განვითარებას, სტუდენტებთან მუშაობას და ასე შემდეგ. თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაში და ესეც ნიშანდობლივია, რომ აი ამ კეთილ რაც ახსენა ხო, რომ ერთი პროფესორი უნდა იყოს, რომელსაც ექნება თურმე 10,000 ლარი ხელფასი და ეს თითქოს ესეთი მიმზიდველად გამოიყურება და ვეღარ აღიქმება თუ რა მასშტაბების წმენდასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ მაგალითად ისიც რომ თითო მიმართულებას მხოლოდ ერთი პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ პროფესორი უნდა ყავდეს, ესეც არის სრულიად არალოგიკური მსჯელობა იქიდან გამომდინარე, რომ დარგების სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა რესურსია საჭირო და მნიშვნელოვანი და ასევე ეს დამოკიდებული არის სტუდენტების რაოდენობაზე უნივერსიტეტში. შესაბამისად, აკადემიური პერსონალის მიმართულებების მიხედვით ასეთი შემცირება ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული სტუდენტების რაოდენობის შემცირებასთან. შესაბამისად, ეს ასევე შეამცირებს მთლიანად სტუდენტების რაოდენობას. ანუ ნაკლებ რას მივიღებთ, ბოდიშვიხთი მაყურებელს რომ ავხსნათ თქვენი დასკვნებით, ნაკლებ განათლებულ სტუდენტს, განათლებაზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას, არჩევანის შეზღუდვას მე ვერ გავაგზელებ სწავლას ამ ჩემი დიპლომით. ანუ რომ ავიღოთ ჩემ დიპლომს, რატომ უნდა გინდოდეს, რომელიც ეხლა 12 წლის შემდგომ სწავლების შემდგომ, სკოლის დასრულების შემდგომ ვალიდურია ევროპულ უნივერსიტეტებში, ხომ ასეა? ანუ რატომ უნდა მინდოდეს ამის შეცვლა 11 კლასზე და მეჭიროს ხელში დიპლომი, რომელიც არავალიდური იქნება ევროპულ უნივერსიტეტებში? აი ეს რა მიზანი შეიძლება კონდეს ამას? რამე ლოგიკური განათლების რეფორმას თუ აკეთება, ეს არჩევანის თავისუფლება, რატომ უნდა შეგიზღუდონ? ამას აქვს ჩემი აზრით ორი გათვლა. ერთი, რომელიც ირაკლი კობახიძემ გუშინვე დაასახელა. ძალიან ღიად თქვა. ეს იყო ეკონომიის გაკეთება, გარკვეული, ანუ აი ამ სწავლის ხანგრძლივობის შემცირებიდან გამომდინარე და ეს ეხება როგორც 11 წელს, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებს და მეორე გათვლა არის პოპულისტური და პროპაგანდისტული გათვლა, როდესაც ყველა შეუძლია ქუჩაში თქვას, რომ ეს სტუდენტები ისედაც ტყუილად კარგავენ დროს. მე-12 კლასში ისედაც არავინ არ დადის და ისედაც არავინ არ სწავლობს. სინამდვილეში ჩვენ ხედავთ, რომ უნივერსიტეტებში, როდესაც მოდიან სტუდენტები, მათი მომზადების დონე არის საკმაოდ ჩავარდნილი და რამდენიმე თვის წინ იყო ზუსტად რეფორმა, როდესაც თურმე სკოლები ვერ ასწრებენ, რომ კარგად ასწავლონ ქართული ენა და უნივერსიტეტებმა უნდა ასწავლონ ეს, ხო? და იმის ნაცვლად, რომ ზუსტად ეს მე-12 წელი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ეს ჩავარდნები მაინც იქნება მოივსოს, ან სწორედ როდესაც ლაპარაკი არის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაზე, რომ კარგი პროფესიული ორიენტაცია ჩაუტარდეთ სტუდენტებს, ის რაც დაეხმარებათ მათ, რომ შემდეგში ტრანზიცია მარტივად განახორციელონ უნივერსიტეტებში და დასაქმების ბაზარზე, იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები მოწესრიგდეს, ხო, მთლიანად ვაუქმებთ ამ საფეხურებს. კი ბატონო, იგივე მინდა კითხოთ, ბატონო, თქვენს. იცით, მე კიდე დავამატებდი, უპირველეს მიზანი მგონია, უნივერსიტეტები არის ჯერ კიდევ თავისუფალი სივრცე. თითქმის არ არსებობს უნივერსიტეტის პროფესურა, რომელიც აქტიურად არ აპროტესტებს. ზოგი უფრო მეტად ჩანს, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტი არის პროფესორების ძალიან დიდი მონაწილეობით და სტუდენტების ძალიან დიდი მონაწილეობით და ეს განცდა, რომ ჩვენ ვერ გვმართავენ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამას თუ გამოაკლდება დიდი წილი სტუდენტების მასა, ასევე ის დასრული უკვე მე-12 კლასელი სტუდენტები, რომლებსაც თავიანთი მოსაზრების გამოთქვა შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ და ასე შემდეგ, თანდათან იქნება საუნივერსიტეტო სივრცეც როგორც აქვემდებარებული სივრცე, რომელიც ცენტრალიზებულია და აბსოლუტურად ეს ძალიან გარკვეული პოლიტიკური მიზანია. ასევე მათი რაღაცნაირი ჩატოვება ქვეყანაში. თან ამას ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობას ძალიან აწუხებს დემოგრაფიული პრობლემა. ალბათ ისინიც ატარებენ ხალხმკლევას, მარტო ჩვენ ხარ ვატარებ. ხალხი ფიქრობს, რომ აი ბევრი მიდის მიგრაციაში. პოპულისტური განცხადება, რომ
ამას ახლა იმიტომ ვაკეთებ მე, რომ ეს ხალხი არ გაიქცეს იქ. არ გაიქცეს კი არა უბლოკა შენ, ესე იყო საბჭოთა კავშირის ვერ გაიქცეოდი, არ გიშვებდნენ და ხო, ანუ ეს იმიტომ კი არ რჩები, რომ აქ კარგია, რომ აღარ გიშვებენ. შესაბამისად, ეხლა გულახდიოთ რა თქვა, რა ხდება. ჯერ ჩამოყალიბეს ხატი პროფესორების, რომლებიც რაღაცა შინელებებს ასწავლიან ახალგაზრდებს, შექმნეს თქვა მარინა ჩიტაშვილის აი ეს უნდა მეთქვა ეხლა. რომელსაც დღეს უკვე ქუჩაში კი ვიღაცამ დაუძახა, რომ თქვენ სისხლის ხრა გინდოდათ ამ ადამიანს, რომელსაც არაფერი არ დაუმსახურებია დიდი პატივისცემის გარდა მთელი აწრევლების მანძილზე, ხო? ეს ქმნიან ამ ხატს და მე ამ სიუჟეტების მე ჩვენ ეგრევე ვიცოდი, რომ ეხლა დადებენ განათლების რეფორმის ეგრეთ წოდებული. ანუ მექანიზმს დადებენ, როგორ არ იყოს მარინე ჩიტაშვილი უნივერსიტეტში, ეს არის მოკლედ. კი ბატონო, ანუ მექანიზმს დადებენ, როგორ აღარ არსებობდეს თავისუფალი კრიტიკული აკადემიური სივრცე, რომელიც არ არის დამკვირვებელია. მე ხა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროფესორები იგრძნობენ, რომ ეს ჩვენ ყველას გვეხება. ეს არ არის ხა ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაცა ხო, აი რატომ არის ასე დარწმუნებული რეჟიმი, რომ ეს გაუვა? ყოველთვის ამ ქვეყანაში პრობლემა იყო განათლების რეფორმა, განათლების მცოდნე ადამიანების გარეშე დაწერილი და მომზადებული. თან ასე ჩქარდროში, სწრაფად რაღაცა თითქოს ის ჭადი ეწვებათ სადმე არ ვიცი, განათლებაა ხომ ის ხო არ არის 12-11 წელზე ცვლი ასეთ მნიშვნელოვან ქალაქებში რაღაც ფაკულტეტები, რაღაც წარმოუდგენელ ასეთ რეფორმას აანონსებ, რომელიც ჯერ ერთი დიდ რესურსთანაც არის დაკავშირებული, არა მარტო რესურსის დაზოგვასთან ალბათ. და რატომ გონიათ, რომ რატომ ჩქარობენ? და ფიქრობ თუ არა, რომ ეს საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებამ უნდა გააჩეროს, ვიდრე არ დათვლის ამის შედეგებს. მე არ მგონია ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი გაუვათ, იმიტომ რომ გუშინ კონცეფციის პრეზენტაციის ბოლოსაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კონცეფციის დაწერა მარტივია, თუმცა ამისი აღსრულება გაცილებით უფრო რთულია. სინამდვილეში იმდენ კითხვას აჩენს თვითონ ეს კონცეფციაც, რომელიც 9 თვის განმავლობაში იქმნებოდა და არის ძალიან უხარისხო დოკუმენტი. რომ ფიქრობ, რომ არა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვა წინააღმდეგობა და პროტესტი არსებობს აკადემიურ საზოგადოებაში, არამედ იმის გამოც, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს თვითონ აქვს ძალიან შეზღუდული რესურსები, როგორც კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რომ ის ყველაფერი, თქვა, ისე გაკეთდეს, როგორც მათ წარმოუდგენიათ და სრული კონტროლი მოიპოვონ საგანმანათლებლო სისტემაზე. მე ამისი მაგალითები არსებობს, ხო, მაგალითად ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან ბევრი სკოლა, რომელზეც თქვეს, რომ ახალი შენობები უნდა აეშენებინათ და ის სკოლები დღეს ისევ ჰაერში არის სპორტის უნივერსიტეტი, რომლის შენობის პრივატიზაციაც მოხდა და ამ პრივატიზაციის პირობების ფარგლებში უნდა გასაგები იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ისე რომ თლად ესე დარწმუნებული არ მგონია, რომ თვითონ იყვნენ, ეს არის უფრო მეტად ისე ცოტა ესეთი დაშინების და კონტროლის გავრცელების მცდელობა და ვნახოთ ვის რა გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მოკლედ განათლების რეფორმა, რომლის გადანაცვლაც ჩქარობს რეჟიმი, მაგრამ ნახოთ, რამდენად გაუვათ ეს 4-ფურცლიანი დოკუმენტის შესაღება საზოგადოებისთვის პოლიტიკური კონტროლის მექანიზმის დასამყარებლად უნივერსიტეტებზე.